პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 9:30-ზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. ჩვენ არ გვინდა პუტინის დამანგრეველია, ეს კი მთელ კაიფს კლავს. ასეთია იმ სიმღერის შინაარსი, რომლითაც სტეფანი და სამი გოგო რუსეთში ევროვიზიის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრებიან. გახდება თუ არა ეს სიმღერა ვლადიმერ პუტინის გაღიზიანების მიზეზი, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ ქართულმა მუსიკალურმა ნომერმა კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, მაშინ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ რუსეთთან ომი ჯერ არ დასრულებულა. რამდენად გემოვნები და ობიექტურად არის შერჩეული მუსიკალური ნომერი, რომლითაც ჩვენ მსოფლიო უნდა მოვხიბლოთ. გადაცემის პირველ ნაწილში ამ თემაზე გაიმართება სწორედ მსჯელობა რეჟისორი ქეთი დოლიძე, პირველი არხის მთავარი პროდიუსერი გია ჭანტურია გახლავთ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში კახა ცისკარიძე, სტეფანეს და სამი გოგოს მთავარი პროდიუსერი ისაუბრებს, რამდენად შეძლებენ ისინი ამ მუსიკალური ნომრის წარმატების მიღწევას მოსკოვში. დასკვნით ბლოკში ოპოზიცია იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პოსტს 9 აპრილამდე არ დატოვებს, ამავე მოთხოვნით უვადო აქციები დაიწყება. საქართველოს გზის ლიდერი სალმე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. გია, პირველი მინდა გკითხოთ თქვენ როგორც ხელოვან ადამიანს და ამავდროულად როგორც ამ პროექტის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებენ ეს მომღერლები მიაღწიონ წარმატებას და რამდენად მომგებიანი იქნება ეს გადაწყვეტილება თავად მუსიკოსებისთვის და ამავდროულად ჩვენი ქვეყნისთვის? კი ბატონო, მე იმითი დავიწყებ, რომ ის ტექსტი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ის ტექსტი, რომელიც როგორც ამოიკითხა ეგ გარკვეულმა, თქვენ მხარემ. ამ შემთხვევაში რუსეთმა. სიტყვასიტყვით თარგმნით პუტინ იქ არ არის ერთი სიტყვა, აქ არის ორი სიტყვის კომბინაცია და ნუ ესეთი ახმული არის. ჩვენ სხვათა შორის პირველი რუსეთის მხარეს არანაირი უფლება, მე ეს ცოტა იურიდიულში ჩავწდები. არანაირი უფლება, რაიმე პრეტენზია ამაზე ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ, ამ შემთხვევაში არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ეს არის გადასაწყვეტი ევროვიზიის თავად მათი ამ კონკურსის ორგანიზატორების და ისინი შეაფასებენ იქ ყველა ტექსტი აბსოლუტურად მსგავსი კოლექტულობა არ კოლექტულობის მოწმდება და ამის შემდგომ ისინი აკეთებენ დასმას. იმიტომ ჩვენ როცა ვამბობთ აი ამას, სწორად გამიგეთ რა, როცა თქვენ ამბობთ იმას, რომ აი ტექსტის შინაარსი ეს არის, ეს არ არის ჩემის აზრით და საერთოდ მართებული. ეს არის ის ინტერპრეტაცია, ერთი წუთით, ეს არის ის ინტერპრეტაცია, რომელიც ინტერპრეტაციას ამას მისცა რუსეთის მხარემ. არა, რუსეთის მხარემ არ თარგმანში, სიტყვასიტყვის თარგმანში ეს არის სხვანაირად. ჯერ ეგ ერთი, მეორეც ერთი. რაც შეეხება თუმცა ესე ისმის ხო ეს ტექსტი. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? რუსეთი ამ ჩანაფიქრს ვერ მიხვდება? გასაგები, არა, მიხვედრაზე არ არის მათ დაწერეს სტატიები, რომ ეს ამაში გულისხმება ეს. თუმცა არის მეორე მომენტი, რამდენად ქართული მხარე ამბობს იმას, ან ეთანხმება მას, რომ ეს არის მსგავსი ტექსტი, რომ ეს ამას გულისხმობს, იმიტომ რომ სუფთა იურიდიულად კიდევ ერთხელ ვიძახი ყველანაირი, ვთქვათ, კანონმდებლობით და ასე შემდეგ. ხო, იგივე ევროპული თუნდაც მათი შეფასებით, ევროპელების შეფასებით, მსგავსი რამ, ანუ ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, საკამათო, იმიტომ რომ ეს შეიძლება ესე ჟღერდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული მხარე, კერძოდ ავტორები ამ სიმღერას არ აცხადებენ იმას, რომ ეს არის აი მსგავსი, ვთქვათ, შინაარსის მქონე. ერთია განაცხადი. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიძახი რუსეთის მხარეს, ხაზგასით მინდა ვთქვა, სხვა შორის თავიდან იყო საკმაოდ ისეთი პიარი რუსეთის მხრიდან, შემდგომ გაჩუმდნენ, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ამით რაღაც დამატებითი რეკლამა გაუწიეს ამ სიმღერას. არა, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ გაჩუმდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იქნება ქართველი მომღერლების მხრიდან ხულიგნობა შეაფასა. არა, ეს გაჩუმება ამ გაცხადების შემდგომ მათ გარკვეულწილად შეარბიეს, იმიტომ რომ ყველანი ელოდებიან ჩვენც მათ შორის სხვა შორის იქ იბიუს გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ტექსტს აწონდა აწონის და ამის შემდგომ უკვე მათი მხრიდანაც იქნება გაკეთებული განცხადება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ თავად ფორუმებზე, იგივე ევროვიზიის ფორუმებზე საკმაოდ ისეთი ვრცელი ასე ვთქვათ, გამართებია. გასაგებია გია, თუმცა მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი ტელეფონის საშუალებით რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა აი ამ მუსიკალურმა ნომერმა, რითიც ჩვენ მოსკოვში უნდა წავდგეთ ევროვიზიაზე. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ქალბატონო ქეთი საზოგადოებაში
ბატონო? რთული სათქმელია. დიახ, საზოგადოებაში არის მას შემდეგ რაც საბოლოოდ გამოვლინდა შიდა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული, აზრთა სხვადასხვაობა ნაწილი, რასაკვირველია, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, ფიქრობს, რომ სწორედ რუსეთში უნდა ვუმღეროთ ჩვენ პუტინს, რომ ჩვენ არ გვინდა პუტინი და ის დამანგრეველია. ნაწილი საზოგადოების ფიქრობს, რომ ჩვენ სიკეთით მშვიდობიანად სასიყვარულოდ უნდა წავდგეთ ამ ფესტივალზე. როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი პოზიცია? სასიყვარულოდ არ ვიცი, მაგრამ მეორე ვარიანტს უფრო ვეთანხმები. ყოველთვის უფრო ვეთანხმები და რაც შეეხება ამაზე მე ვილაპარაკებ ღირსებაზე ამ ნომრის, მაგრამ რაც გვინდოდა ჩვენ არასწორად რო გვინდოდა, მე ასე მგონი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ამ სკანდალს ჩვენ უკვე მივაღწიეთ მე რამდენჯერ. ესე იგი იმას რომ ჩვენ გავაღიზიანეთ რუსები, ჩვენ გამოვიწვიეთ პრემიერ-მინისტრის აღშფოთება თუ ეს თუ ის, ამას უკვე მივაღწიეთ. აი რამდენად საჭიროა დღეს ეს? აი ამ დაძაბულ ვითარების დროს მე მგონი აბსოლუტურად არ არის საჭირო, იმიტომ რომ ამ არსებობს ბრძოლის, შეკამათების და იმის უამრავი მეთოდი. მეთოდი, როგორითაც ეს არის გაკეთებული ახლა და მიწოდებული ევროვიზიისთვის, მე მიმაჩნია, რომ არის, ხა წინასწარ მინდა ვთქვა, კახასაც, სტეფანესაც და განსაკუთრებით გოგოებს. გოგოების ნიჭში მე ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ სათითაოდ თითოეული მათგანი მშვენიერი მომღერალია, ჩემი ახლობლების შვილები არიან და ძალიან კარგი სიმღერებიც აქვს და ძალიან კარგად წარმოჩინდებიან ხოლმე სხვადასხვა კონცერტებში და ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ ეს ნომერი არის მე მგონია პირველ რიგში მდარე ხარისხის, მეორე რიგში უგემოვნო და მე მგონია რომ არც მუსიკალურად, არც ნაჩქარევად გაკეთებული ესეთი ქორეოგრაფიული ხარე იქნება. საერთოდ გამაგიჟა სტეფანეს ულვაშებმა და იმან რა ქვია პარიკმა მე ხო უნდა გავიგო რაღაც მესეჯი ჩემთან ხო უნდა მოვიდეს. გარდა იმისა რომ ეს პრიმიტიულად აღქმული put in ანუ შადევიშიკ ინგლისური ტექსტი რომელიც მაინც და მაინც ასე ისმის როგორც პუტინ ეს მიმაჩნია რომ არის ძალიან მდარე და იაფფასიანი ასე ვთქვათ ეპატაჟი რუსების მიმართ მე ასე მგონია და მე მიმაჩნია მე მგონია რომ მოიტანს საკმაოდ დიდ ვნებათაღელვას რომელიც არაფერზე დაფუძნებული არ არის მე პირადად ეხლა ჩემთვის ხო ვიჯექ ტელევიზორთან მე ტელეეკრანთან მე ქეთი ორჯონიკიძეს მივეცი ხმა მე მგონია რომ აი იმ სფეროში, რასაც ევროვიზია ქვია, მე ანდრი ჯოხაძე ძალიან მიყვარს როგორც შემსრულებელი და კარგი მომღერალია და ის, მაგრამ მე გუშინაც ვეუბნებოდი ანდრის რომ სტალინის ულვაში, პარკის მოხსნა, იმის შეცვლა ჩემთვის ეს არ არის მისაღები, აი მე მგონია რომ ეს არის ისეთი აი იაფფასიანი სულები და გოგონებთან რას ნიშნავს ნებათაღელვას მოიტანს უკვე მოიტანა რამდენიც ამაზე ლაპარაკია ესე იგი მე მიკვირს ახლა მე ჟიურის წევრები ვინც იყვნენ იქ ყველა სათითაოდ ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ გადაწყვეტილება მართალი რო გითხრათ ძალიან გამაოცა რაც შეეხება ევროპელების გადაწყვეტილებას მათ მხარდაჭერას ბოლო ერთი წლის მანძილზე ძალიან კარგად ვხედავთ ევროპელების მხარდამჭერასაც გადაწყვეტილებებსაც და ასე შემდეგ ევროვიზიის კონკურსი ეს არის სასიმღერო კონკურსი სადაც უმთავრესად უნდა წარმოჩინდეს ქვეყნის სახე მისი მისწრაფება ტალანტი ნიჭი იგივე ქორეოგრაფიაში იქნება თუ ამაში მე საერთოდ არ მიყვარს კორდე ბალეტი უკან თუ ეს ამ ნომერში არ არის არაფერი როგორ არ არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე მგონია რომ გოგონებს ცუდად ეცვათ ცუდად იყვნენ შეთანხმებულები სიმღერის მხრივ და მე მგონია რომ არც ერთი მათგანი ცალ-ცალკე რო ყოფილიყვნენ შეიძლება კარგად წარმოჩენილიყვნენ სხვადასხვა ნომრებში მე მაგალითად ხო ვიცი მე მგონია არ მიწყეს ჩემი პოზიცია რაღაც რადიო იმედში დავაფიქსირე 2 დღის წინ და დამირეკა დიანა ყურწკაიამ. ნუ უსმენს რადიოს და მადლობა მითხრა ჩემი პოზიციით. მე არ შემიძლია ვინმეს ვებრძოლო და არც ვებრძვი. მაგრამ მე მგონია რომ ერთადერთი გამოსავალი არის სიტყვის ტექსტის შეცვლა. არა, ტექსტის შეცვლა, იცით რა, უკვე ისეთი ამბავია ამაზე ატეხილი, რომ შეცვალოთ ეს ტექსტი. ჯერ ესეთი მე მგონია უბრალოდ მხატვრულად არ არის ეს ღირებული და მე რატომღაც მგონია მაპატიეთ, აი მაპატიოს თელმა ჟიურიმ, განსაკუთრებით უბწყინვალესმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ, ნიკა მემანიშვილმა. მე ასე მგონია ეს წინასწარ იყო ყველაფერი გადაწყვეტილი. კი ბატონო, რას ვთქვით, ბატონგია, ეს აზრი მერწმუნეთ რომ არსებობს. საუბრობენ ნაწილი საზოგადოების სხვათა შორის ძალიან კომპეტენტური ადამიანები, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ იყო უკვე მიღებული.
ყოველთვის მსგავსი და დიდ ნებათაღელვას გამოიწვევს ეს. იმდენად შეჩვეულები ვარ საერთოდ იმას ყველაფერი წინასწარ არის, რომ მე არ მიგვიშვ რაც ამაზე ამბობენ. ეს ნომერი მოწონს დავიჯერო და იგივე ორი დღით ადრე გია იყო ფანტასტიკური კონცერტი ნინო ქათამაძის. ნინო ქათამაძე არავინ, მაგრამ არის რაღაცა შიდა კი ბატონო, გია მე არ ამგონია რომ ეხა ამის ვინმეს გია თქვენ მაინტერესებს თქვენ მოგწონთ ეს ნომერი მხატვრულად? მე დავიწყოთ ცოტა შორიდან დავიწყებ. მე საერთოდ ჩემ სიმართლეს თუ გაინტერესებს ევროვიზიის საერთოდ კონკურსი როგორც ასეთი არასოდეს ჩემის აზრით არ გამოირჩევა არც ერთი მონაწილისაგან არასოდეს რაღაც ძალიან მაღალი. მე მგონია თქვენ ატეხეთ ევროვიზიაზე თქვენ ატეხეთ ისეთი ამბავი თითქოს ეს თავარი კონკურსი იყოს და ლამის ოსკარი იყოს იმისი რა ქვია თუ მაგ თუ შეიძლება გისმენთ. ორიზონტ ჩემი აზრი მაგდა მინდა რომ დავაფიქსირო. რაც შეეხება თქვენ ბრძანეთ რაღაც გარკვეულწილად რაღაც ნაჩქარები და არ იყოს ეს ეგრეც იყო, იმიტომ ჩვენ თავიდანვე სხვაშორის ქონდა გარკვეული პროტესტი გაგზავნილი, შემდეგ თავად ევროვიზიის და სხვა სტრუქტურებმა ევროპულებმა ძალიან გთხოვეს, ჩაერია ბევრი ძალიან ამაში რომ გთხოვეს რომ ისინი იღებდნენ ბევრ ამის თავის თავზე რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ ერთ-ერთი мотиваცია ისიც ქონდა რომ იცით გარკვეულწილად საშიშიც იყო გარკვეულწილად ჩვენების ჩასვლა თითქმებიან ამის მერე ევროვიზია არის ორგანიზატორი ამისი თავიდან ბოლომდე ევროვიზია კორდონით შეაცილებს და გამოაცილებს ეს ისე ტექნიკური საკითხია რომელიც საშიშროების წინაშე თუ დადგა ჩვენ რა თქმა უნდა სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ შეურაცხყოფას აყენებთ კიდევ ერთხელ კი ბატონო ქალბატონ ქეთი მივცეთ საშუალება ბატონ გიას ცოტას აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან დაგვიანებით მოგვიწია ბოლოს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ესეთი რომ არ გამოვიტიშოთ ამ ყველაფერს ვინაიდან ევროპულ კოლეგებმა მართლა დაჟინებით გთხოვეს რომ მიგვიყო მონაწილეობა ამიტომ ცოტა ნაუცბათებად მოხდა ამ კონკურსის ჩატარება ყველა მონაწილეს მადლობა მინდა უთხრა იმიტომ ძალიან მოკლე დროში მოახერხეს ამათ თავიანთ თავის წარდგენა თუმცა ამას რა თქმა უნდა იმოქმედა როგორც არანჟირებაზე როგორც იგივე ცეკვები არ იყო ისე კარგად დადგმული, მე იქამდე მივდივარ რა თუ შეიძლება რომ ამიტომ გარკვეულწილად ხატული სახე და ფორმა და თუნდაც სიმღერის შესრულების დონე, რა თქმა უნდა, არ იყო, იმიტომ რომ სულ რაღაც ორი კვირა ჰქონდათ მოსამზადებლად, არა, ყველას შეუძლებელი იყო, აქ არ შეიძლება ძველი სიმღერის გამოტანა, აქ უნდა ყოფილიყო ახალი, ამიტომ შეზღუდული იყო. ჟიურიმ თავიდანვე კი ბატონო ამ თემაზე გააკეთა ეგეთი გაცადა იყო ამაზე საუბარი რომ ჩვენ აი ამ წასვლამდე, დღეიდან წასვლამდე გამარჯვებული იქნებოდა, მაინც შეფასება ყოფილიყო პერსპექტივით, რომ რამდენად ეს ნომერი შესაძლებელია დაიხვეწოს და მივიდეს მაღალ დონემდე, ის რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ ცნობილი და უკვე ნამღერი სიმღერის შესრულება შეუძლებელი იყო, ახალი უნდა გაეკეთებინათ. ამიტომ ხატული დონის ამაღლება და ის რეპეტიციები ამ შიდა შეზარჩევი კონკურსის მერე გრძელდება და იხვეწება ჩაცმულობაც სასცენო. გასაგებელით რა, კაი, რას ნიშნავს პარკი და ისა რა ქვია ულვაშები აღარ დავაგებთ ამას კითხავთ პროდიუსერს კიდევ ერთი რაღაც გაუთვიცნობიერებელი ვერ გავიგე ვერაფერი არის ერთი მომენტი რა თვითონ ევროვიზიის კონკურსიც ყველაზე უფრო მეტად რაც არ უნდა რა ვიცი უცნაურად ჟღერდეს მაგრამ ეს ესეა და დამეთახმება ყველაზე მეტად პოლიტიზირებული კონკურსია სწორედ ამიტომ მინდა პოლიტიკური კუთხით განვიხილოთ უნდა თუ არის ეს თუ შეიძლება კაბატონკა თუ არის ეს პოლიტიკური მაინც ფესტივალი მე ვიძახი იმასთან დაკავშირებით რომ აქ ძირითადად მე ვიძახი რომ პოლიტიზირებულია თავიდანვე და ყოველთვის პოლიტიზირებული იყო სწორედ ამიტომ საქართველოს ხო კიდევ ერთხელ დარტყმის ქვეშ აყენებთ ამითი არა სწორედ ეს მინდოდა მე ხელისუფლებას ქვეყანას ჩვენ გამაგებინეთ ხელისუფლება დღეს საუბრობს რატო პუტინი გამოსწორდება ამითი ომი ჯერ არ არის რუსეთთან დასრულებული სწორედ ამ დროს ჩვენ ჩავდივართ რუსეთში და ვუმღერით პუტინს გია მე მესმის რომ მე არ ვთვლი რომ პუტინს ვუმღერით არ თვლით ეს ტექსტი არ არის? ბატონო, არა, ეს ტექსტი ორიგინალი ტექსტი თუ გაგაჩნიათ. ჩვენ არ გვინდა პუტინი ის არის დამანგრებელი. გასაგებებაში ჩვენ არ გვინდა. არა, კი ბატონო, თქვენ როცა ამას ამ კუთხით იძახით, აბსოლუტურად. კი ბატონო, იმ კუთხითაც განვიხილოთ, მაგრამ მართლა მაინტერესებს. ინგლისური მე ვერ გავიგენ. სანამ არ ვნახე ტექსტი და თქვენ გონიათ რომ არც ისმის ისინი თუმცა გია რუსეთი როგორ გაიგებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ჩვენთვის გასაგებია რუსეთი ამას ასე გაიგებს მაგრამ არის მეორე მომენტი როდესაც კიდევ ერთხელ ვიძახი ტექსტები როგორც წესი ევროვიზიაზე ყველა სიმღერის ტექსტი აბსოლუტურად ყველა ტექსტი იმის გამო რომ მასში არ იყოს რაიმე პოლიტიკური
ესე ვთქვათ, განცხადება, არამე მსგავსი, გაგზავნილია და ჩვენ ველოდებით მათ ერთგან შეფარება. რა თქვა ამ სიმღერაზე მაინტერესებს. მას გასაგებია რომ ძალიან მოეწონა საქართველოს, ძალიან სიმპათიური კაცია, მაგრამ აი თვითონ რა თქვა ამ სიმღერაზე და ამ ტექსტზე. ტექსტი იმას თავმჯდომარის აზრი იყო, შემდეგნაირი ჩვენ როცა თავიდან სანამ კონკურსი დაიწყებოდა, სწორედ მისგან იყო იმის ინიციატივა, რომ მან თქვა, რომ მე მესმის რომ ძალიან მოკლე დროში, ამიტომ მოდი შევაფასოთ იმაზე, თუ რომელ ნომერს ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვს, რომ წასვლამდე დაიხვეწოს და იმისგან რაღაც კარგი გამოვიდეს. იცით რა არის ტექსტთან დაკავშირებით, მასალაც რადიკალური ის ნამდვილად არ ქონია, ის რომ მიმდინარეობა მუსიკალური საევროვიზიო იყო, ის რომ გოგონები საკმაოდ კარგად გამოიყურებია და პერსპექტივა რომ სიმღერა გაცილებით დაიხვეწოს. ყველაზე მეტი კარგი გოგონები არიან და ნომერი მოგწონია. გასაგებია, თუმცა ძალიან კარგად გამოიყურებიან გოგონები, რამე ვთქვი ამაში ცუდი თუ რამე ამაში. კარგია, მაგრამ გამოიყურებიანშია საქმე თუ შინაარსში და შესრულებაში. არა, ერთ-ერთი მე ხალბატონოკეთი ყველაფერში რომ მედავებით. გემუდარებით მიპასუხეთ, რას ნიშნავს სტეფანეს ტიპაჟი, აი მითხარით რა გმირია სტეფანე. გოგოები გასაგებია. ალბათ უფრო დაწვრილებით ხალბატონკეთი თავად პროდიუსერი. გასაგებია, თქვენ მითხარით. თავაჯობი ავტორებმა ვისაუბრონ ამაზე თუ არა, თქვენ როგორ გაიგეთ, თქვენი აზრი მაინტერესებს. არა, მე გავიგესო თვითონ ის მიმართულება მუსიკალური დისკო, რომელიც არის საკმაოდ საევროვიზიოარი, სცენურად ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ გოგონებით. შეიძლება სტეფანეს გარეგნობასთან დაკავშირებით ქონდეს რაღაც გარკვეული აზრი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახი, შიდა შეზარჩებით კონკურსიდან წასვლამდე ეს ყველაფერი უნდა დაიხვეწოს და ეს იცოდა ყველა გამოსვლელმა, რომ ისაც წარმოადგენდა ის წასვლამდე გაცილებით დაიხვეწებოდა, დარჩება მხოლოდ მელოდია, დარჩება მხოლოდ ტექსტი, ხოლო დანარჩენი არანჟირებიდან დაწყებული ჩაცმულობით დამთავრებული ყველაფერი უნდა იყოს დახვეწილი იქნა. დისკო რო ერქვა, მე კი არ მიყურებია ამ კონცერტისთვის, მაგრამ ვიცი რომ შესრულდა ახალ წელს. ახალ წელს იქნა ეს სიმღერა შესრულებული, ამის შესახებ დღეს მედია საუბრობდა. ეს ცალკე საკითხი არის, ხომ ეს ინფორმაცია არის, ამასაც ალბათ გამოსვლებით თვითონ გააკეთებენ გამარჯვებას. არა, მე ახალ წელს ეს სიმღერა მე თავად არ მომისმენია და როცა მოძიება ხდებოდა. მე მაინტერესებს თქვენი საზრით გასაგებია რუსეთის პოზიცია როგორია ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის პოზიცია წარმოგიდგენთ ერთი რაღაცაც მინდა გადაწყვეტილებას უწოდებს ესე იგი ჩვენ რას მივახციეთ იმას რომ პრემიერ-მინისტრი ერევა ამაში არა ეს ჩვენ არ ხალხი საინტერესოა ევროპა როგორ გაიგებს ევროპა გაიგებს ისე როგორც ყველაფერი გაიგო ევროპამ რომ ჯერ დაგიდგება გვერდზე წაგახეზებს რაღაცისკენ და მე ეს ევროპა სად არის მე თვითონ ევროპელი ვარ, ასე ვთქვათ, მე ვიზიარებ იმას. ნახევრად ევროპელი ვარ, მაგრამ მე ვერ გავიგე რომელ ინსტიტუტებზეა ევროპულის ლაპარაკი ეხლა ამ ევროვიზიასთან დაკავშირებით. ანუ არ მოიხარით ასეთი მე რა რო სიმღერა და დისკოს ის არის არ შეიძლება გაუთავებლად ევროვიზიის კი არა, სწორედაც რომ ევროვიზიის გამოყენება კიდევ ერთი შეურაცხყოფისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ, როგორც ვამბობთ, საომარ მდგომარეობაში. არსებობს უამრავი კომპოზიცია, უამრავი სიმღერა. იგივე ანრი ჯოხაძე, როცა მღეროდა თავისუფლებას, ჩემთვის ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო, ვიდრე მე ვიძახო პუტინ და ეს გასაგებია. ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს არის. მე საერთოდ მაქვს ძალიან დიდი პრეტენზია უკაცრავად, ისევ სუბიექტურია ჩემი აზრი. საერთოდ მაქვს ჩვენი შოუ ბიზნესისადმი ის რომ ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ ქვევით, სულიად კარგად გემოვნებას და ეს არის მიზანმიმართული მე რომ გითხოთ. იმიტომ რომ თუ კი ამდენ კარგ მუსიკოს, ამდენ კარგ შემსრულებელს ის არ ესმის რითია სავსე დღეს. აი როგორი კლიპებით არის სავსე დღეს ქართული ეკრანი. აი რომ მიდიან თუნდაც გასაგებია ხალბატონკეთი ეს არის გადაცემის სხვა თემა ევროპელებთან დაკავშირებით ერთ სიტყვას ვაჟი რეაქცია იყო ძალიან ბევრი მათგანის ისეთი რომ უბრალოდ მათ ჩათვალეს რომ ძალიან არასერიოზულია როდესაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის გავს რაღაცას ეხმაურება თუმცა ფაქტია რომ ერევა ხო ფაქტია რომ პრემიერ-მინისტრი ჩაერია უკან საქმეში და ხულიგნური გადაწყვეტილება უწოდა თქვა ამ მუსიკალურ ნომერს იცით რა ჩვენ რეაქცია არა უცნაური საკითხია გადაწყვიტა ფილმის გადაღება როდესაც გამოაცხადეს რომ ნიკოლას კეიჯი ითამაშებს მიხეილ სააკაშვილს ამაზე რეაქცია ხო გვაქვს და თქვენ გენდიათ რომ იმათ არ ქონდეთ რეაქცია ამაზე კი მე მაინტერესებს
რეაქცია გვაქვს. აუგზავნეთ ვინმეს და თქვით რომ ეს არის ქართველი ერის შეურაცხყოფა ჩავთვალეთ რომ ვინმე რამეს იღებს. ამაზე გქონდა რეაქცია. დავწერეთ კიდეც მარტო მე კი არა, ოფიციალურმა სტრუქტურებმაც მიმართეს მორიდებით ასე თუ ისე და თქვენ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე? თქვენ 1/6 ტერიტორიის წაგართვეს, ლამის დაიკანონეთ და თქვენ წაგვართვეს, ჩვენ წაგვართვეს, რა ჩვენ წაგვართვეს, აბა. არა, წაგვართვეს თუ თქვენ წაგვართვეს. ჩვენ წაგვართვეს, ჩვენ როგორ გეკადრებთ? ხო, ეგრე გეტყვათ, ხო, იმიტომ დავიბედი. ჩვენ წაგვართვეს. ღმერთმა დამიფაროს რომ თქვენზე ვილაპარაკოთ, ჩვენ წაგვართვეს. გასაგებია, ქალბატონ ქეთანი ვფიქრობს რომ გაართულებს უფროს. რა თქმა უნდა, გაართულებს, უკვე გაართულა. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა და რატომღაც ეს სამი ნიჭიერი ბავშვი გავჭყლიდეთ ამაში. სამი რატომ 4 ქალბატონ ქეთი? არა, ნუ 4 იქ, ეხლა მისი პასუხისგებლობაა პარიქს რო გაიკეთებს და ულვაშებს დაიკრავს და რატოა ეს დისკო და რატოა სასაცილო მე ვერ გავიგე. კი, ანუ არის საუბარი იმაზე საზოგადოებაში, რომ ეს ადამიანები, ეს მუსიკალური ნომერი, როდესაც კონცერტზე ეს ადამიანები იმღერებენ, უფრო გაართულებს სიტუაციას. ანუ როდესაც ისინი წარდგებიან მოსკოვში ევროვიზიაზე, უფრო გაართულებს სიტუაციას და შესაძლოა ვლადიმერ პუტინის გაღიზიანების შემდეგ ჩვენ უფრო ცუდი სურათი მივიღოთ. არის თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ ამას კატეგორიულად გამორიცხავთ? ხო, არა, მე თქვენ გინდა თქვა რომ ევროვიზიაზე დიახ, ეს ადამიანები როდესაც ამ მუსიკალური ნომრით წარდგებიან, ამდენი წლის მანძილზე მე კი არ უფრო გააღიზიანოს თქვენ რო ისწავლეთ ევროვიზიას მსგავსი თემატიკის სიმღერები ერთი წუთით რა გაგიგონიათ? მე მაგალითად შარშან უყურებდი ჩვენები რომ მონაწილეობენ, მე არ მიყვარს ეს კონკურსი, მაგრამ უყურებ ჩვენების გამო ხო? მე არც ერთხელ ასეთი მსგავსი თემატიკის სიმღერა ევროვიზიაზე არ გამიგონია. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფერში პირველები და როგორც ყოველთვის წაგებულები ამითი? წავაგებთ რა აუცილებლად წავაგებთ. კი, თუ შეიძლება მიპასუხეთ, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ კიდევ უფრო გართულდეს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის? მე შესავალში ავხსნით და დღეს ხელისუფლება სიმღერის გამო მაგას თქვილი თქვენ. დიახ, შესაძლოა. სიმღერის გამო გართულდეს ურთიერთობა. დღეს უკვე მიცა ვლადიმერ პუტინმა რეაქცია და მას შემდეგ რაც ამ სიმღერას თავად რუსეთში სასაცილო არა მართლა მაინტერესებს თქვენი პოზიცია. გადააქციეთ პოლიტიკურად. სასაცილო ეს კონკურსი არასოდეს არ ყოფილა აპოლიტიკური და ცდილობა გადაქცევის ჩვენი მხრიდან ნამდვილად არა. ოლიმპიური თამაშები არ შეიძლება ეს. კი, ქალბატონ ქეთი, თუ შეიძლება მიცეთ ბატონ გია საშუალებას. ანუ თქვენ სასაცილოდ მიიჩნევთ ამას? მე არ მგონია რომ ეს სიმღერამ გამოიწვიოს რამე. კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ევროვიზიის ასე ვთქვათ საორგანიზაციო კომიტეტი ვინც არის, მათთვის კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის განხილვის საგანი. ყველა სიმღერა და ყველა ტექსტი. თუ ისინი რაიმეს ამაში იპოვიან და მე მგონი უნდა ვენდოთ, მაგ შემთხვევაში მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ უფლება რომ ჩვენ გარკვეული რეკომენდაცია მოგცენ ან არ მოგცენ. რატო ისე ევროპელებს ველოდებით თქვენ თვითონ არ ისინი არიან ორგანიზატორები, სწორად გამიგეთ. ორგანიზატორები არიან ისინი. მოსკოვი არის უბრალოდ ის ქვეყანა, რომელიც ამ შემთხვევაში მასპინძლობს, მაგრამ გადაწყვეტილებებს ყველაფერთან დაკავშირებით იღებენ ისინი. ეგ ერთი. ყველა ერთი წუთით რაღაცას ჩავსვამ. აი ყველა სათითაოდ ყველა მომღერალი ვინც იყო ამ კონკურსში და პროდიუსერი კახაც ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი სტეფანეც გოგოებიც ყველას მიმართ აბსოლუტური სიმპათიაა ხო ჩვენი მხრიდან და აი როგორ გონიათ ამდენ ადამიანში ჩვენში აი ქართველებში ვისაც ეს არ მოგვეწონა და გამოიწვია გაღიზიანება ეს რა უსაფუძვლოა თუ ჩასაფრებული ვართ თუ როგორ მე ახლა აი აგერ დგას იქეთ უყურებ კახაც ისკარეძე რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარია და მივესალმები აქედან უქნებ მაგრამ არ ვარგა არც სიმღერა არც შესრულება არც ასე ვთქვათ დადგმა და მე მგონია რომ ეს არჩევანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რატომღაც იყო არაშემთხვევითი და მე წინასწარ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ვეკითხები ყველა ჟურის წევრს, რა ნიშნით მიხედვით ამჯობინეს სხვა შემსრულებლებს აი ეს კლიპი პუტინის მიხედვით მეტი არა. გასაგებია. გია, მე მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა და მე ამ კითხვას აუცილებლად დავსვა კახაცის კარიძესაც. თუნდაც წინა ევროვიზიაში გამარჯვებული, წინა წელს გამარჯვებული ფინალისტი დიმა ბილანი რომ ჩამოვიდეს საქართველოში და იმღეროს ჩვენ არ გვინდა სააკაშვილი, ის არის დამანგრეველი. თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია როგორი იქნება? 300,000 კაცი გამოვა ქუჩაში. მე აბსოლუტურად არანაირი რეაქცია ამაზე არ მექნება. თქვენ არ გეკნება? რა თქმა უნდა არ მექნება. და თქვენ გონიათ რომ არავის არ ექნება? არა, მე არ მექნება ეს რეაქცია, იმიტომ რომ გეკნებათ კი არა დემონსტრაციას. ერთხელ ვიძახი, რომ ერთი არის, როდესაც სიტყვას სხვა მნიშვნელობა აქვს და მათთვის სხვანაირად ეს ერთია,
და პირდაპირ ამის ხმა კიდე მეორეა. არა, მე არანაირად არ გავიგე, მე სპეციალურად შეარჩიეთ put in. მე არ შემირჩევია ხალბატონო ქეთი, არაფერი და რა. არა, თქვენი ძახეთო ესე იგი, მე თქვენ დაკარგეთ ტერიტორიის. არა, ნუ გია თქვენ ძანდებით ამ პროექტის ერთმანეთს პირიდან ამიტომ. არა, ნუ ერთი მაშინ თქვათ ხოლმე არა, კარგით რა ხა, თქვენ ეხლა მე ვიცხობთ რაღაც პოლიტიკურ პროვოკაციას. ეს ჩვენ დავკარგეთ კი არა, მე დავკარგეთ და თქვენთან ერთად. ყველამ ერთად. ჯერჯერობით დაკარგულია და ეხლა მოდით ამაზე ნუ დავხუჭავთ თვალს. ერთი მეექვსე და ვიძახით ისევ in Putin რა. ესე როცა კეთება განცხადება, მაინც რაღაც ქვეცნობიერი. არა, არავითარი ქვეცნობიერი არ არის. თქვენ ეს არის ახლა პროვოკაციული განცხადება. უკაცრავად. თქვენ ახართ ახლა პატრიოტი და მე არა ვარ პატრიოტი. გასაგებია, ხალბატონო. არ მითხრობს. მიპასუხეთ თუ შეიძლება თქვენი პოზიცია. მე მინდა რა, რომ ერთადერთი მე რასაც ვფიქრობ, თქვენ აძახეთო ეს ნებათაღელვა არის, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროვიზია ამას სწორად განმარტავს და რუსულ მხარესაც სწორად აუხსნის ამ ყველაფერს. რუსული მხარე როგორ გაიგებს ეს არის გია ვფიქრობ საინტერესო. როგორ გაიგებს და ხა თუ მათ გადაწყვიტეს რაღაც ისეთი რადიკალური ზომების მიღება და რაღაც ჩავთვალეთ რაღაც საფრთხე შეიძლება ჩვენ მონაწილეებს მიიღოთ, რა თქმა უნდა მე პირველი ვიქნები, ვინც თქვა გამოთქვა იმ მოსაზრებას და თქვა დღეს ვერ ხედავ თქვენ ამ საფრთხეს გია. ეხლა ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ხედავ ამას. იგივე თქვა თუ ანუ ვიზებთან პრობლემა შეუქმნა რუსეთმა იმის გამო რომ ესენი იქ მიდიან, მაგ შემთხვევაში უკვე ალბათ სხვანაირად განვითარდება მოვლენები. მე მაინც იმედი მაქვს იმისი რომ ევროვიზია სწორად გაიგებს ამას და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამის საფუძველი არსებობს ყველანაირი და რუსულ მხარეს განუმარტავს რომ აი ის თემა რომელზეც შეუძლებელია რომ ვთქვათ შეედაონ ქართულ. როგორ ფიქრობთ შესაძლოა ამ სიმღერამ წარმატება მოუტანოს საქართველოს? როგორ ფიქრობთ? მე დარწმუნებული ვარ რომ აი ამ პიარის მერე რომელიც რუსეთმა განახორციელა უკვე სხვანაირად შეიძლება ეს გაგებული იქნას ბევრისგან და შეიძლება სხვანაირად მას გარკვეულწილად რატომია ჩვენი ქვეყნის ვერ წარმოიდგენთ. არა ეს პიარი არის ჩვენთვის აი ძალიან დამანგრეველი. და მე ვთვლი რომ ამას ჭირდება ინსტიტუცია არის იცით პიარ მენეჯერობა და მით უმეტეს როდესაც პრეტენზია გაქვთ რატომ ხალბატონო ქეთი იქნება ახსნებაზე. რატომ არიან ცუდი პიარ მენეჯერები იქნებ დააკონკრეტოთ. ეხლა საიდანაც არ ხედავ ყველგან ყველა მხრიდან სხვათა შორის მიუხედავად ისად ძალიან კარგად ვიცი ინტერნეტი ძალიან კარგად ვფლობ და მთელი დღის ნახევარი არის დათმობილი იმისთვის რომ ასე ვთქვათ ვიმოგზავრო ინტერნეტში და არ არის ეს ცუდი გამოძახილი გვაქვს ძალიან და სულ მოგვიწოდებთ ხალბატონო კეთი გამორიცხავთ რომ წარმატებას მივახციოთ ჩვენ ამ სიმღერით და თუ ჩვენ სულ ვიძახით რომ ჩვენ არა ვართ აგრესორები ჩვენს წინააღმდეგ განახორციელეს აგრესია ჩვენ არა ვართ ეხლა რატომ მივდივართ ესეთი აგრესიული ფორმით და რაც არის ხარისხი არის სუდი პირველ რიგში ხარისხი ჩემი სუბიექტური აზრით არის მდარე სუდი და გემოვნების ნასახი არ არის ამ კომპოზიციაში. გასაგებია გია კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე საუბრობს იმის შესახებ ანრი ჯოხაძე რომ ეს ფესტივალი იყო ტექნიკურად აბსოლუტურად გაუმართავი. შაშანაც არსებობდა ზუსტად ანალოგიური პრობლემები. ანრი ჯოხაძის ხმა კონკრეტულად ანრი ჯოხაძეზე მინდა კითხო რადგან მას აქვს სწორედ თქვენი მისამართით პრეტენზიები. როგორ ისმოდა ტელეეთერით ანრი ჯოხაძის ხმა იგი საუბრობს რომ მას გამოუვთეს მიკროფონი. მე გეტყვით საერთოდ თლიანად კონცერტს ქონდა გარკვეული ხარვეზები და სამწუხაროა ის რომ სხვაშორის ზუსტად კონცერტის მერე საუბრობდით და ნიკასაც ვესაუბრობ და ყველას რომ იქნებ მოხერხდეს რაღაცნაირად რომ ბევრი თქვა იგივე ხმის რეჟისორების, ახალგაზრდების, ბევრის მომზადება იყოს და ტექნიკურადაც თქვა უფრო მეტად და კარგად აღიჭუროს, თუნდაც იგივე ჩვენი ავით დარბაზები, საკონცერტოები, რომ ამის საერთოდ საქართველოში სამწუხაროდ და ხალბატონი ქეთის დამეთახმება პრობლემა არის ხმის. გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით რატომ შეექმნა ანრი ჯოხაძეს ეს პრობლემები? იმიტომ რომ თქვა იგივე იმ შემთხვევაში, როდესაც არის მიკროფონი, რომელიც არის ყურზე დამაგრებული და ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, საერთოდ პრობლემები ექნებათ, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიანები, როგორც ვიცი. თუ იცოდით ეს წინასწარ რატომ შესთავაზეთ ანრი ჯოხაძეს? მათი არჩევანია ხოლმე, ძირითადად შევთავაზეთ და ეხლა უკვე გიდათ რომ ეს გაიკეთე, არავის არ ვთქვა. საერთოდ საქართველოში ნებისმიერ კონცერტზე, სადაც ცოცხლად მიდის შესრულება, ყოველთვის არის ხოლმე გარკვეული პრობლემები. ხა ის რომ ვინმესთვის შეიქმნა ესა, ვინმეს არ შეიქმნა, ეს აბსურდულია ამის თქმება. საერთოდ ხარისხზე რატო არ ლაპარაკობთ? კაცო, დავანებოთ თავი იმას, რომ პროვოკაცია უკვე ჩადევით და უკვე მიიღეთ რეაქცია. ჯერ მაისი არ დამდგარა. ხარისხზე რატო არ მელაპარაკებით? თქვენ ხო არ ახართ უნიჭო ადამიანი. ეხლა მე რამდენიც არ უნდა მიმტკიცოთ, ვერ დამიმტკიცებთ, რომ თქვენ ეს ნომერი მოგწონთ.
გასაგებია, ზოგადად რამდენად კმაყოფილი ხართ გია შიდა შესარჩევი კონკურსი? არა, მე საერთოდ თლიანობაში არ ვარ ნამდვილად კმაყოფილი, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ძალიან ბევრი რამე ნაჩქარევად იყო. თლიანი დონე იგივე შესარჩევი აი ამ კონცერტის არ იყო მაღალი, ამას ნამდვილად ვაღიარებ. არა მარტო მე ალბათ ყველა დამეთანხმება რომ აქ არ იყო რაღაც ისეთი ძალიან მაღალი დონე მუსიკალური სამწუხაროდ ეს ხო დრას გავს გრიბოევის ძეგლი ჩამოვიღოთ ამოვთხაროთ პუშკინის ძეგლი მოხსნათ აი ეს კლიპი ამ რანგში გადის არ წავიკითხოთ დოსტოევსკი და ასე შემდეგ თუ არ მოგწოდოთ ეს ფესტივალი ზოგადად ამ ფესტივალს არ ანიჭებ დიდ უპირატესობას ფესტივალზე მე ვიძახი რომ კიდევ ერთხელ ვიძახი ეს არ არის მაღალი მუსიკის ფესტივალი რა ეს არ არის მაღალი ეს არის ჯაზ ფესტივალი ეს არის რაღაც კლასიკური მუსიკის ფესტივალი ხო ეს არის გასაგებია არა რატო დამცინით გავაკეთე იმიტომ რომ გია ჩემო კარგო ეს არის პოპ მუსიკის ეგ არის პოპ მუსიკის ფესტივალი რომელ მუსიკასაც მე არ ვთვლი როგორც ძალიან მაღალ მუსიკებმა გაიმარჯვეს და ძალიან გამეხარდა და მთელი თბილისი დახვდა და ბავშვები მენეჯმენტი ჩვენი იყო ესე იგი როგორ მეუბნებით თქვენ დიანა ღურცკაია რომ მიდიოდა თქვენ იმას არ გულშემატკივრობდით რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ და აბა მაშინ თქვენ გაგიგზავნია დიანა ღურცკაია რაღაც second hand-ის ფესტივალზე თან ლაპარაკობთ რომ ეს ფესტივალი არ ვარგა თუ ეს კონკურსი არ ვარგა და საერთოდ რა დარე ხარისხის მაღალი მუსიკალური გასაგებია მაგრამ დარე ხარისხის კონკურსი აგზავნით კარგ მუსიკოსებს მაღალ მუსიკალური დონის ფესტივალი ჩემთვის მუსიკასთან დაკავშირებით ეს შეიძლება იყოს რომელიმე ჯაზ ფესტივალი ან კლასიკური მუსიკის რომელიმე ფესტივალი ან თუნდაც მე ჩემი პირადი აზრი რომელმაც ესეთი ფესტივალი ჩამოყალიბა მეგობრებთან ერთად კახა კანდელაკს აი ეს ნომერი მოწონს გასაგებია მე ვთვლი რომ იმ 10 გამომშვენში ხალბატონ ქეთი ანუ თქვენ საუბრობთ რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი რა ვქნა რომ ასეთი გრძნობა მაქვს და დიდი ბოდიში გასაგებია ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის სტეფანე და სამი გოგოს მთავარი პროდიუსერი კახა ცისკარიძე იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი დაგველოდეთ მედია პროექტი უცნობი კავკასია ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში სტეფანე და სამი გოგოს მთავარი პროდიუსერი კახა ცისკარიძე გახოთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი კახა მოგესალმები ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდი გადაცემაში მონაწილეობისათვის თქვენის ნებართვით მე დიანა ღურცკაიას განცხადებით დავიწყებ თქვენთან საუბარს შესწორებას შევიდა მთავარი პროდიუსერი რას ქვია არ ვიცი ამას შეიძლება თქვენ ტელევიზიაში ეძახით ჩვენ ვართ მე და სტეფანე ვართ ერთობლივად ამ სტეფანია მთავარი თუ თქვენ ამ შემთხვევაში ჩვენ ერთად კი ბატონო მაშინ თქვენ და სტეფანე მთავარი პროდიუსერები ვართ პროდიუსერები გასაგებია art forum-ის კომპანიის და შესაბამისად ამ პროექტის და სხვა მრავალი სხვათა შორის. გასაგებია. როცა იცი რომ წვრილი ძაფი ეკლესია და ხელოვნება გაქვს დარჩენილი მშვიდობის მისაღწევად, ამ დროს საკუთარ სამშობლოზე მაინც უნდა იფიქრო. ეს განცხადება დიანა ღურცკაიამ თქვენი მისამართით გააკეთა. კახა, რას ფიქრობთ? თქვენ ფიქრობთ სამშობლოზე, როდესაც მიდიხართ და რუსეთში მღელი ხართ, ჩვენ არ გვინდა პუტინის დამანგრეველია. რო არ ფიქრობდით, ალბათ მსგავს პროექტს ალბათ არ მოვიფიქრებდით. გასაგებია, მაშინ მე ესე გკითხავ, თქვენ ფიქრობთ იმას, რომ შესაძლოა თქვენ ამ სიმღერამ ძალიან ცუდი გამოხმაურება პოვოს რუსეთის მხრიდან? და კიდევ ერთი დამატებითი აგრესია განახორციელოს საქართველოში, ამას თუ ფიქრობთ? რასე მელაპარაკებით ხალხო სიმღერის გამო აგრესია განახორციელოს რუსეთმა? დიახ, იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინმა თავად უკვე მიცა ამ სიმღერას რეაქცია. საქმის პრობლემაც მაგაშია, ვლადიმერ პუტინით ლაპარაკობს თქვენ და არა რუსებით, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ვლადიმერ პუტინი გახლავთ პრემიერ-მინისტრი, და უამრავი ადამიანი გვიკავშირდება, მინდა გითხრათ რუსეთიდან. განახორციელა ქართულ მხარეზე. ხო, და ზუსტად რო განახორციელა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ მსგავსი პროექტის ეს კიდევ ერთი გაღიზიანების შეტანა, რომელიც აბსოლუტურად არ არის ესეთი აჟიოტაჟის მომცველი, ამ პირიქით ხელი შეგვიწყო ჩვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტისთვის, სხვათა შორის. მინდა დავუბრუნდე ერთ საკითხს დიანა ღურცკაიასთან დაკავშირებით. იგი ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ტექსტის შეცვლა ამ სიმღერის. რას ფიქრობს, ნაკლებად გვაინტერესებს ჩვენ ამჯერად, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობ, რომ საკმაოდ გარკვეული ადამიანები ვართ საერთოდ შოუ ბიზნესში და ის რაც გააკეთეს მათ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. როგორც ჩვენთვის ფიქრობ ქართველი ერისთვისაც, რადგან მათ არანაირი კავშირი ჩვენთან არ ქონიათ, არანაირი საუბარი არ ქონიათ ჩვენთან ამის შესახებ და ჩვენი სიტყვები თითქოს გამოიყენეს და მიაწერეს შემდეგ პუტინის გამოსვლას, რომ თითქოს ჩვენ გვესაუბრენ გთხოვეს თუ რაღაცა იყო ამის შესახებ საუბარი. რას გულისხმობთ? რო ტექსტ შეცვლიანო, პირველი განცხადება იყო ესეთი, რომ შეცვლიან ტექსტო. ჩვენ აბსოლუტურად არ შეხება არ ქონია, არც საუბარი არ ქონია ამ თემაზე და არანაირი უფლება არ აქვთ.
ვფიქრობ დიანა უფრო არაფერშუაში არ არის, ალბათ მისი პროდიუსერი და გარემოცვა იყო ამ საკითხში უფრო ჩართული, ასე ვთქვათ. და საერთოდ ეგ გოგო შეყავთ ძალიან დიდ შეცდომაში. აი ესეთი განცხადება გააკეთებინეს ერთი წამით. მინდა გითქვა, რომ მე გეუბნებით ფაქტს. არ მქონია არანაირი შეხება აბსოლუტურად ადამიანთან, არც საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოვცვლით ტექსტთან რაღაცა მსგავს გავაკეთებთ. საერთოდ თან სასაცილო თემაა საერთოდ. ერთადერთი გამოსავალი არის ტექსტის შეცვლაო, რადგანაც იმ დროს, როდესაც ასეთი დაძაბულია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა, ამ დროს ჩვენ არ გვინდა პუტინი არ უნდა ვიმღერეთო. ამას საუბრობს დიანა გურცკაია და ფიქრობს, რომ გამოსავალი არის ტექსტის შეცვლა. ერთი ტექსტში აბსოლუტურად არ არის ნახსენები პუტინი. გასაგებია, კახა მე მესმის თქვენ რასაც გულისხმობ. ერთი წამით მინდა მაგრამ პუტინი როგორ გაიგებს ამას, მე ვფიქრობ ამ პუტინმა როგორც გაიგო, ალბათ თქვენ თვითონ იცით რა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პიარი გააკეთა. ხულიგნობა უწოდა. ამ პროექტის გვიწოდა ხულიგნები, მე მინდა ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ ვართ ხულიგნები, იმიტომ რომ ჩვენ შემოქმედებითად წარმოვადგენთ რაღაც პროექტს, რომელიც ძალიან დიდი ინტერესი წვევს საერთოდ ყველგან, მაშინ რა უწოდოთ მას? რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენ გასაგებია, მაგრამ როდესაც ქართული მხარე იძახის, რომ გასაგებია, კახა, მაგრამ როდესაც ქართული მხარე იძახის, რომ ჯერ რუსეთთან ჩვენ ომი არ დაგვიმთავრებია, მაშინ თქვენ ჩადიხართ სწორედ რუსეთში და უმღერით პუტინს საკმაოდ ისეთი ხმამაღალი ტექსტი. კარგით, მე მაინტერესებს ეგეთი რამ, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა ჩავსულიყავით ჩვენ? მე აბსოლუტურად ვერ მივემხრობი ქალბატონ ქეთი დოლიძეს. კი ბატონო, ქეთი დოლიძე დაკავშირებით რომ უნდა ჩავიდეთ. ხო, მაგასაც და სხვათა შორის არა მარტო ქეთი დოლიძე, არსებობს საზოგადოების აზრი, კახა მინდა ნუ ისევე როგორც არსებობს საზოგადოების აზრი და ძალიან დადებითი და არა სხვათა შორის მარტო საქართველოში. კი ბატონო, თუმცა თქვენ რუსეთშიც კი. ეხლა მე მინდა გითხრათ, აი რაზე იყო ხა საუბარი, რომ ქეთი დოლიძემ გვიწოდა უნიჭო თუ რაღაც. დიახ, უნიჭო და მდაბიო ნომერიო, ესე თქვა ქეთი დოლიძემ. მე ვერ ხვდები რა მიმართულებით გადაწყვეტილება მიიღო, რომ მსგავსი სიტყვები ეთქვა საერთოდ. ქეთი დოლიძე მოითხოვს კონკრეტულად სტეფანეს ვიზუალი რას ნიშნავს, აინტერესებს, აი ეს ულვაშები და ეს რას გულისხმობს სტეფანე. სტეფანეს ვიზუალი რას ნიშნავს და ერთი რო არის ძალიან კარგი იმიჯი ვთვლით. არის ძალიან იუმორისტული, რაც ყოველთვის აბალანსებს ყველანაირ საკითხს იუმორი. პლუს ამას ჩვენ ამას ვეძახით ევროპელი ქართველი. ანუ მუსიკა როგორც თქვენ იცით, არის დისკო სტილის, ხო? დიახ. აქედან გამომდინარე, ალბათ გემახსოვრებათ, რომ ან თქვენი ბაბუა, ან თქვენი მამა შესაბამისად გავს ფორმაში იყო ხოლმე. გასაგებია. კახა, როდესაც თქვენ ბრძანეთ, რომ მე არ მაინტერესებს რას ფიქრობს დიანა გურცკაიაო, საინტერესოა, იცით რა მაინტერესებს? თუ არა, არ მაინტერესებს ეს ერთი საკითხია, რომ არ გვაინტერესებს, რადგან ჩვენ არასწორად მოიქცნენ ძალიან, როცა არასწორი ინფორმაცია გააჟღერეს რუსეთში. გასაგებია, მაგრამ თქვენ კიდევ ხელს უწყობთ მაქსიმალურად იმაში, რომ ეს არასწორი ინფორმაცია იყოს მე რაში უწყობ ხელს იქნებ და კონკრეტულად. იმიტომ რომ თქვენ არ აღიარებთ იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი, ანუ მე არ ვიცი ხა დიანამ თქვა თუ ვინ თქვა, ფაქტია რომ იქ დიანა წერია და ნუ არის ეს განცხადება რა, ხა ინტერნეტშიც და ყველგან აბსოლუტურად ეს არის აბსოლუტური აბსურდი, ეს არის ტყუილი ხა. მე რა უნდა ვაღიარო, კახა, ძალიან საინტერესო. არა, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ეს ამბავი ამ ადამიანმა. თუ არა ეს არა, გასაგებია, მაგრამ მე ამას ამ შემთხვევაში არ გაკითხებით. დიანა გურცკაიას ხო შეიძლება მე ბატონ გიასაც უთხარი მქონდა საშუალება დავკავშირებოდი რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და ეს ადამიანები საუბრობენ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება აქვსო ქართული შემსრულებლების მიერ, თქვათ იმ ნომერს, რომლითაც უნდა წარდგენ ისინი რუსეთშიო. საუბრობენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თქვენს უსაფრთხოებას და აცხადებენ, რომ შესაძლოა მათ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათო. ამის შესახებ თქვენ თუ საუბრობთ, თუ გაქვთ კონსულტაციები, როგორ დაგხვდებათ რუსე თუნდაც თქვენ ჯგუფს დიახ თუნდაც ჯგუფს კი რა თქმა უნდა როგორ დაგხვდებათ რუსეთი არა არ ვიცი იქ არის თქვათ სკინჰედები ჯგუფი რომელიც შესაძლოა თქვათ თქვენ დაგემუქრო და თქვენი უსაფრთხოება რამდენად არის გარანტია იბიუ ჯერ თუ დაგვიშვებს რა თქმა უნდა გვაძლევს პირობას რომ იქნება გაორმაგებული დაცვა ეს ერთი მეორე რაც შეეხება თქვენ ალბათ არ ვიცი ტექსტი რამდენად კარგად წაიკითხეთ რამდენად კარგად გადათარგმნეთ რამდენად შეისწავლეთ ეს ტექსტი იქ არანაირი შეურაცხყოფა არ არის ერის მიმართ იქ არანაირი შეურაცხყოფა არ არის ვინმე საერთოდ კონკრეტული პიროვნების მიმართ თუნდაც იქ შეურაცხყოფა გინება არაფერი არ არის პუტინის მიმართ ყველა ვლადიმერ პუტინის მიმართ არ არის კი
არა, რა არის იქ მაინტერესებს, აი აი რა მე არის არ ვიცი შეურაცხმყოფელი. რამდენად სწორედ გადავთარგმნე, მოდით აი პუტინს მოვიშველებ იცით რა, ხო. ამ სიტყვას. ჩვენ არ გვინდა პუტინის დამანგრეველია, რადგან იგი კლავს ყველანაირ კაიფს. თუ არ ვცდები ასეთი შინაარსის ტექსტი. არ არის რომ გადმოვთარგმნოთ? ჩვენ არ გვინდა აი თუ პუტინზე გავაკეთებთ. დიახ, პუტინზე ამ შემთხვევაში პუტინზე გავაკეთოთ აქცენტი. პუტინზე ამ შემთხვევაში არის საუბარი იმაზე, რომ არ გვინდა ჩვენ პუტინი ნეგატიური მოძრაობა, ის კლავს ყველანაირ კაიფს, მოდი ესე ვთქვათ, რა არის აქ შეურაცხმყოფელი ესეთი. ჯერ ერთი რომ ყველა ხელოვანი ადამიანი შეუძლია თავის პროტესტი სხვადასხვანაირად გამოხატოს. მხატვარი მხატვარმა შეიძლება არ დახატოს ან თავისი პროტესტი მხატვრობაში ჩადოს. შესაბამისად, რეჟისორმა ასევე ფილმი გამოიყენოს თავის პროტესტის. ჩვენ ვართ მუსიკოსი შემოქმედი ხალხი. როცა ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ ევროვიზიაზე მონაწილეობას იღებდა საქართველო, აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმნით რაღაც ფორმა და პროექტი ჩვენი საერთოდ ქართველის მონაწილეობის რუსეთში, იმიტომ რომ პირადად ჩვენთვის ალბათ მიუღებელი ფორმაა ის, რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა ჩვენს თავს რუსეთიდან გამომდინარე, ხო, უფრო რუსი კონკრეტული ვიღაც პოლიტიკოსებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი უნდა ყოფილიყო ქართველებისთვის უბრალოდ წასვლა და სიყვარულზე სიმღერა, ან კიდევ რამე სხვა ისეთ თემაზე, აუცილებელი იყო ვლადიმერ პუტინისთვის გვემღერა. ნუ ვლადიმერ პუტინისთვის თუ არა რაღაცა უნდა გვეთქვა ჩვენი სათქმელი, იმიტომ რომ 100 მილიონი მაყურებელი ყავს ევროვიზიას და თქვენ ახსენეთ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პრესას ერთი წამი დავამთავროთ, შეიძლება იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ და ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ რაღაც ისევ და ისევ მინდა ვთქვა ეგეთი რაღაცა, რომ მარტო რუსულ პრესას ძალიან გთხოვთ ნუ უყურებთ, იმიტომ რომ რუსულ პრესაშიც მე დღეს ძალიან ბევრი ინტერვიუ მივეცი, ძალიან ბევრი საინტერესო ჟურნალისტ სხვათა შორის, რომელიც ძალიან სიცილით და აი არ ვიცი, იუმორით უყურებს ამ ყველაფერს და გაოგნებულები არიან თვითონ რომ რატო ატეხეს ამ ხელა ამბავი. და რაც შეეხება თქვენ ალბათ არ უყურებთ კიდევ პრესას, რომელიც არის ევროპული, ხო? ყველგან ეწერება და ჯერ ერთი ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი რამე უკვე გავაკეთეთ, ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო ამ პროექტმა, რაც არის ძალიან სასიამოვნო, ვფიქრობ, ყველა ქართველისთვის უნდა იყოს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ამ შემთხვევაში უკვე, ნუ გავიმარჯვეთ, ეხლა დაგვიშვებენ, არ დაგვიშვებენ, წავალთ, მივდივართ, ჩვენ ძალიან გვჭირდება ადამიანების მხარდაჭერა. ქართველების გავიმარჯვეთ აქ და ზოგადადაც მინდა გითხრა გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ იქ სადაც გამოდის პატრიცია კასი საფრანგეთიდან, იქ სადაც ვებერმა დაუწერა 2 მილიონ ფუნტად სიმღერა ინგლისელს, არც ერთი არ არის განხილვაში როგორც ჩვენ. თქვენ იმიტომ რომ უმღერით ვლადიმერ პუტინს და იმიტომ რომ პუტინმა უკვე ამ ყველაფერზე რეაქცია მიცა. ეს ხომ არ არის თქვა პუტინმა ძალიან დიდი რეკლამა მოგცა, მაგრამ შესაბამისად მანამდე ძალიან კარგი მზარდი, ასე ვთქვათ, იყო რეიტინგებში და მინდა ერთი რაღაცა ვახსენო, შემდეგ განვაგრძოთ საუბარი, თუ დიდი ხანია გველოდება, თუ შეიძლება მოვიმარჯვოთ ყურსასმენი. მოგესალმებით, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. და გაისვაროს ყურველი. გისმენთ ბატონო. დიახ, გისმენთ. ჯერ ვიდრე კონცერტი დაიწყებოდა, თქვენმა კოლეგამ სტეფანემ უკვე გამიცხადა ჩვენ სმენელს, რადიო მაყურებელს, ტელემაყურებელს, რომ სურპრიზ უმზადებდა რუსეთსა და ჩვენ მაყურებელს. ეს დავიწყოთ აქედან. ამოიღეთ ეს პირი და ნახეთ. რა სურპრიზს უკეთებ შვილო ისეც, რომ რუსეთმა ჩვენ დაგვიბრუნოს წარსული მიწები. თუ ხვდები, თუ გესმით, რა დროს უმღერი ხართ პუტინს, თქვენ თუ გესმით. გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობა. კახა, ანუ მე ისე თქვა მინდა იცი რომ საზოგადოებაში არის ესეთი აზრი. ჩვენთან თუ გნებავთ რედაქციაში, რეკავენ სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ ჩვენ ამ თემის გაკეთება და აღშფოთებული მსმენელები, მაყურებლები რეკავენ და აინტერესებს გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა წასვლა, გადაწყვიტეს რუსეთში წასვლა და სიმღერა ასეთი საკმაოდ პოლიტიკური თემით. არის ეს მოსაზრებები და ვინ ადამიანებმა გადაწყვიტეს, ჩვენ თუ გადავწყვიტეთ. დიახ, თუ ზარები ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, კახა, აქვე მინდა კითხრა. დიახ. ასე ვთქვათ, უახლოეს ანუ გეგმას. ჩვენ მუშაობთ ამ პროექტის განვითარებაზე და დახვეწაზე უფრო, რადგან ძალიან ცოტა დრო გქონდა იმისთვის, რომ უფრო კარგად მომზადებულიყო, თუმცა ვთვლით, რომ აი ამ პერიოდში და ამ დროში საკმაოდ ობიექტური არის, ხა არ ვიცი, ვინ შემედავება ამ საკითხში. რაც შეეხება ქალბატონი ქეთი ახსენებდა, რომ ის დაბიო და უნიჭო. ხარისხიო რაღაცაო, ნუ დადგმაო, ჯერ ერთი რომ დადგმა იცვლება, ალბათ ის არ არის. ხო და ვისაც აინტერესებს, ხო შეიძლება გავცე პასუხი. ხო, ამიტომაც მე ვეცდები გავცე ამომწურავად და არგუმენტირებულად აბსოლუტურად ყველა პასუხი. რაც შეეხება ხარისხს დადგმას, ეს ყველაფერი, ანუ ჩვენ გვაქვს კიდევ დრო.
რადგან ეს პროექტი კონკრეტულად შეიქმნა ამისთვის, ამ საქართველოში კონკურსში მონაწილეობისთვის, რაც შეეხება დადგმას, ის აბსოლუტურად იცვლება, ალბათ ამით არ არის უამრავი ადამიანი ინფორმირებული და ეს კიდევ შეიცვლება. ხარისხი, რა თქმა უნდა, უკვე მაჩვენებელი არის, იმიტომ რომ საკმაოდ პროფესიონალი სტეფანის ვიზუალი არ ვიცით შეიძლება თუ არა, მაგრამ ასევე საინტერესო ვიზუალი იქნება აუცილებლად. ნუ რა შეიძლება კიდევ თქვა, რაზე გავცე პასუხი, ესე იყო საუბარი. პასუხი მე მაინტერესებს, კახა, ბოლო კითხვა მაქვს შენთან, თუ გამორიცხავ შენ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა თქვენი ამ სიმღერის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. გამორიცხავ თუ არა? რაზე მელაპარაკებით ხალხო, რა დროა, რომელი საუკუნეა სიმღერის გამო, როგორ შეიძლება ვინმე კიდევ უფრო დაძაბოს, თუ დაძაბვა უნდა ურთიერთობის, ისეც დაგვიძაბოს და ისეც დაძაბული აქვს. მეტი რა უნდა გააკეთოს, მითხარ, იმაზე მეტი რა უნდა გააკეთოს, კაცმა ომი მოგვიწყო და დაგვანგრია საქართველოს ხელისუფლება საუბრობს, რომ რუსეთი ეძებს მიზეზს, რათა კიდევ ერთხელ განახორციელოს აგრესია ქართულ მხარეზე. და ამიტომ ეს იგი მიზეზი იპოვა ის, გამორიცხავთ, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი? ნუ ეგ უკვე მარაზმია. ეგ უკვე არის აბსოლუტური მარაზმი, ხალხო, თუ მაგ თემას განვიხილავთ, რომ იმიტომ რომ ეს ამ თემას კახა მერწმუნე საზოგადოება განიხილავს მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ახსენეთ. ძალიან კარგი თუ განიხილავს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი პიარია, უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ ვახსენო რა და კიდევ ერთხელ აუხსნა იმ ხალხს, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. ჩვენ გავიმარჯვეთ და გავიმარჯვეთ საკმაოდ ობიექტურად და რისია შეშინებული? რითი რომ თქვენ ჩადიხართ რუსეთში და უნგარეთში. და ამიტომ ჩვენ რას გვიზავენ? თუნდაც თქვენ თვითონ თავის თავზე არიან შეშინებული. ჩვენ უსაფრთხოებაზე ძღელავს მერწმუნე საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა რომ ღელავთ. ჩვენ კი ბატონო. აბსოლუტურად არა გვაქვს ამის შიში, ჩვენ ვართ მომზადებული იმისთვის, რომ ჩვეულებრივად ჩავიდეთ პირიქით, ორი ტკბილი სიტყვა უთხრათ იმ ჟურნალისტებს, იმ ხალხს, როგორც ეხა ვეუბნებით და გვაქვს უამრავი ადამიანთან ურთიერთობა, რუსებთან, გვყავს უამრავი მეგობარი, მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვინც ცხოვრობდი კიდევაც რუსეთში და ასე შემდეგ. მაქვს უამრავი ინფორმაცია დღესდღეობით, გვიკავშირდება უამრავი ადამიანი და მხარს გვიჭერს და სასაცილოთაც კი არ ყოფნის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოდის და ხულიგნებს გვიწოდებს ჩვენ ახალგაზრდებს გვიწოდებს ხულიგნებს, შემოქმედ ადამიანებს, ხვდებით? ეს არის ხელშეუხებელი სფერო საერთოდ და რა უწოდოთ მაშინ ჩვენ იმ მოვლენების შემდეგ თქო, რაც მოხდა ჩვენთან საქართველოში. ძალიან გთხოვთ, მინდა გთხოვოთ ძალიან მხარდაჭერა ჭირდება ამ ადამიანებს, ამ ჯგუფს და კეთილინებეთ, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ უნდა დაუდგეთ გვერდით და სიამაყით უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი რა. იმიტომ რომ ეს არის შემოქმედება და შემოქმედებას აქვს თავისი ასე ვთქვათ რაღაც დაუწერელი რასაკვირველია, კახა, აუცილებლად უნდა კანონები შესაბამისად საზოგადოება, თუმცა საინტერესოა თქვენი სათქმელი აუცილებელი იყო თუ არა ასეთი ფორმით გეთქვას. ამაზეა საუბარი, სწორედ ამიტომ მე გითხარით მაგასთან დაკავშირებით, რომ თუ არა ეგეთი ფორმით როგორიც თქო გითხარით, რა უნდა გვექნა? უნდა წავსულ აი ეგ მაინტერესებს, რა უნდა გვექნა? უნდა ჩავსულიყავით ჩემი შეხედულება ამ საკითხზე, მაგრამ მე მინდა ის კითხვები, რომელზეც დღეს საზოგადოება საუბრობს. ძალიან დიდი მადლობა, კახა, გადაცემაში მონაწილეობისათვის. დიდი მადლობა თქვენ, მე მინდა ერთი ფაქტი აღვნიშნო, ბოლოს ვიტყვი რა, კიდევ ერთი რაღაც აღვნიშნო, აქ ჩავიწერე სანამ შემოვიდოდი, რომ ესეთი რამე ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა, რომ Yahoo-ზე მე 25 ისა YouTube-ში უბრალოდ 25 ადგილზე ვიყავით და ანუ ეს კიდევ განვითარება, ანუ მიდის ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მაღლა რეიტინგებში და თვითონ Google ალბათ ყველა ვიცით, ხო Google-ის 30 გვერდი იყო დათმობილი ამაზე და კიდევ უფრო მეტი ეთმობეთ, მე ხო უფრო ინტერესდება რუსეთი, შესაბამისად დამეთანხმე რომ ეს არ არის მთავარია ის რომ თქვენ როგორ წარადგენთ ქართულ საქართველოს ევროვიზიაზე, მე ვფიქრობ ეს არის უმთავრესი. ვფიქრობ რომ ჩვენ მაგ თემის განხილვას შეგიძლიათ უკვე მოეშვათ, რადგან ჩვენ უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოვახდინეთ მთელ მსოფლიოში, იწერება ჩვენ შესახებ. აჟიოტაჟია მთავარი თუ შედეგი, კახა, კარგი. არა, შედეგი არის უკვე მომხდარი, იმიტომ რომ ადამიანი გამოვიდა თქო გეუბნებით და თვითონ ისინი დასცინიან რუსეთში თავის მთავრობას როგორ შეიძლება ეგეთ რაღაცაზე ყურადღების გამახვილება. გასაგებია, კახა, თუმცა რუსეთში ვლადიმერ პუტინს აქვს 74% რეიტინგი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მერწმუნე. როდესაც ჩავდივართ რუსეთში და უნგარი ვართ ვლადიმერ პუტინს. კი ბატონო, მე ვიცი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ
ძალიან დიდი იმედი გვაქვს მხარდაჭერის. კი ბატონო, ჩვენგან თქვენი მაყურებლების მხარდაჭერას დიდი მადლობა. ძალიან გვესაჭიროება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ხარში დაგვიდგეთ. აუცილებლად. და ეს უფრო ჩვენ მეტ ძალას მოგცემს კი, ბატონო. იმისთვის რომ უფრო აუცილებლად. სალომე ზურაბიშვილი, ქართული გზის ლიდერი, გახლავთ ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი, რომელმაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 აპრილამდე მიცავა და მიხეილ სააკაშვილი თუ 9 აპრილამდე არ დატოვეს პრეზიდენტობის პოსტს, დაიწყება უვადო აქციები საქართველოში. დაგველოდეთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 აპრილამდე არ დატოვეს პრეზიდენტობის პოსტს, დაიწყება პერმანენტული აქციები მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ასეთი შინაარსის განცხადება დღეს საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, რომელიც ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი გახლავთ. ქალბატონ სალომე, მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. თუ შეგიძლიათ, პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი ეს გადაწყვეტილება, ვისთან ერთად, რომელ პოლიტიკურ ძალებთან ერთად იქნა მიღებული? არიან თუ არა პოლიტიკური ძალები, გნებავთ დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, რომელთან ერთადაც თქვენ მიიღეთ დღეს ეს გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ. დიახ, ეს არის შედეგი იმ კონსულტაციების, რომელიც მე დავიწყე დაახლოებით თვენახევრის წინ, რომელმაც პირველი შედეგი გამოიტანა, როცა ჩვენ განცხადებაზე ხელი მოვაწერეთ და იმ განცხადების ხელმოწერაზე მე მგონი არავინ უკან არ დაიხია ამ მომენტისთვის. ეს არის მეორე ნაბიჯი. ყველა ელოდებოდა, ყველა ამბობდა რომ ვაიმე ვეღარ გადადექით ეს მეორე ნაბიჯი და რა გჭირთო. არაფერი არ გჭირს და ეს მეორე ნაბიჯიც გადაიდგა. ამ დღეებში როგორც მაშვინ იყო, ესე იგი მე ჯერ გამოვაცხადე ეს გადაწყვეტილება და მე ცალ-ცალკე ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ამას უერთდებოდა თავისი ფორმით გააკეთა განცხადება. აქაც იგივე იქნება, ესე იგი ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას უერთდება, ამ მიზანს უერთდება, გამოვა თავისი სიტყვებით და იტყვის რანაირად და როგორ ამას უერთდება. თუმცა ქალბატონ სალომე, დღეს ირაკლი ალასანია პრეზიდენტ სააკაშვილს 10 დღიანი ვადა მიცა, რათა დანიშნოს რეფერენდუმი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ირაკლი ალასანიას პარტიაში უკვე გაწევრიანდნენ ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები. ანუ მე მაინტერესებს ეს არ მოეწონებათ ძალიან. ბატონო? ეს ფორმა მე მგონი არ მოეწონებათ, მაგრამ გასაგები არის, ხო? კი ბატონო, ალიანსი, კი ბატონო. მე მაინტერესებს ამ ადამიანებთან თუ ქონდათ თქვენ კონსულტაციები? მე მქონდა ყველასთან ეს ადამიანები კონსულტაციები. რეფერენდუმს მოითხოვენ, ხო? გასაგები არის. არა, ორი სხვადასხვა რამე არის. მე სწორედ ამიტომ გეკითხებით. ვარ მომხრე იმისი, რომ ყველამ თავისი გზა გამოცადოს და ამაში არაფერი ცუდი არ არის და მე მივესალმები და სხვათა შორის თუ კი 10 დღეში გადადგება ან 9 დღეში ან 7 დღეში. არა, 10 დღეში რეფერენდუმი. მიხეილი სააკაშვილი, არა. მე მგონი თქვენს რომ უნდა გადადგეს თუ არა დანიშნოს რეფერენდუმი. ასე რომ თუ გადადგება მანამდის, მე ამას მივესალმები, ორი აზრი არ არის. დაგიმედი ქალბატონ სალომე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თუნდაც 9 აპრილამდე გადადგება. იმედზე არ არის აწყობილი არაფერი, არის რწმენაზე და გადაწყვეტილებაზე. მე მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, როგორც ის ადამიანი, რომელმაც დაიწყო ეს კონსულტაციები მთელ ოპოზიციურ სპექტრთან და სხვათა შორის ასევე განცდა რა არის დღეს საზოგადოების მოთხოვნა. და პოლიტიკოსი ამაში გამოირჩევა, აქვს თუ არა აქვს განცდა, თუ რა მდგომარეობა არის საზოგადოებაში, მე ვთვლი რომ ეს განცდა მაქვს, შეიძლება ვცდებოდე, ვნახავთ ამას 9 აპრილს, მაგრამ მანამდის ყველა მცდელობა, ყველა მიმართულებით, რაც მიგვიყვანს იმ მიზანთან უფრო ახლოს, არის გამართლებული მისაღები. მე არავისთან არ მაქვს რამე წინააღმდეგობა, რომ ასე არა, ისე არა. შალვა ნათელაშვილთან, რომელსაც ასევე კონსულტაციები მის პარტიასთან იყო გამართული, იმან მოირჩია იმპიჩმენტის გზა და ესეც გვაახლოვებს და რაღაცნაირად სამართლებრივ იმას ქმნის იმისთვის, რომ თავის დროზე როცა მივალთ იმ გადადგომაზე ეს იყოს გაძლიერებული, გამტკიცებული ამ სამართლიანი იმითი, ასევე ამ მხრიდან ეს კონსოლიდაცია პარტიების, რომელიც ემზადებიან შემდეგ არჩევნებისთვის, როცა ხალხს აჩვენებ, რომ შენ ემზადები საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის, შენ ხალხს აძლევ იმის რწმენას, რომ ეს მართლა ხდება. და ჩვენ ყველანი მივდივართ ამ გზით. მე ერთადერთი იმას ვაცხადებ დღეს, რომ თუ არაფერი არ მოხდა 9 აპრილამდე, მიშა სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილმა იცოდეს და ეს იქნება ჩემი სიტყვა მის მიმართ, იცოდეს რომ ჩვენ იქ დავდგებით და იქ არ გადადგება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი ან რომელიმე პარტია, იქ დადგება საქართველოს ერი მთლიანად
და ეტყვის რომ შენ ახლა უნდა წახვიდე და ჩვენი ბედი უნდა ავატყოთ თუ არ ვიცი მე არა გასაგებია თქვენ არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი არც მაგრამ სწორედ შარშან საზოგადოების ნაწილი ქალბატონ სალმა თუ შეიძლება საუბრობ იმის შესახებ რომ ოპოზიციას არ ქონდა კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა წარმართულიყო სიტუაციები დღეს თუ არსებობს კონკრეტული გეგმა იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი არ წავა დათმობაზე რას აპირებენ ეს ეს პოლიტიკური ძალები ამის შესახებ თუ არსებობს გეგმა ეს პოლიტიკური ძალები აპირებენ იმას ვინც გაერთიანდება ამ მიზნის ირგვლივ რომ ჩვენ გამოვიდეთ და დავდგეთ იქ სადაც საჭირო არის რომ დავდგეთ რომ წავიდეს მიხეილ სააკაშვილი და ეს მოხდება იმიტომ რომ გამოჩნდება ერის ნება და ერის ნების წინაშე ისტორია მარიცის რომ რომელიმე დიქტატორმა გაუძლოს და არც მიხეილ სააკაშვილი არ იქნება პირველი რომელიც დაამტკიცებს სხვანაირად ეს უკვე დაწყებული არის მისი ძალაუფლების რღვევა უკვე დაწყებული არის მაგრამ ეს არის მიყვანა ბოლომდე იქ უნდა მტკიცე გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება მე დარწმუნებული ვარ და ვინც არ არის ამას ვნახავთ მე დარწმუნებული ვარ რომ მიღებული არის ერში ეს ჩანს ყველგან და გადით ხალხში და მოისმენ თუ რა არის მათი რწმენა და გადაწყვეტილება ეს გამომჟღავნდება მხოლოდ ეს არის გამომჟღავნების მომენტი 9 აპრილს თუ მანამდე რამე სხვა არ მოხდა გასაგებია თუმცა ქალბატონ სალომე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები თუნდაც ჩვენს ეთერში ყოველდღიურად საუბრობენ იმის შესახებ რომ ის რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ოცნებები პრეზიდენტი სააკაშვილი თავად საუბრობს რომ იგი არ გადადგება მანამ სანამ არ მოეწურება საკონსტიტუციო ვადა 2013 წლამდე ანუ ეს მათი პოზიცია არის მტკიცე თუ გაქვთ მე კიდევ ერთხელ მინდა კითხოთ თუ გაქვთ რაიმე გეგმა იმისა რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ შემთხვევაში თუ არ დათმობს თავის სავარძელს რა შეიძლება როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ძალიან კარგად განვითარდება, როცა ჩვენ გამოვალთ ყველანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არსებობს ისტორიაში არც ერთი მაგალითი იმისი, რომ გამოვიდეს მთლიანად ერი და თქვას, რომ მე ეს დარწმუნებული ვარ, აი ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და რამდენჯერაც მიხეილ სააკაშვილი და ვიღაცა თარგამაძეები, თორთლაძეები, ვიღაცეები იძახიან, რომ არ მოხდება, ეს ყველაფერი არის იმისი დასტური რომ სერიოზულად აქვთ უკვე წყალი ჩადგმული და რაც უფრო ირწმუნებიან რომ ჩვენ არ წავალთ არ გადავდგებით იმას და ამას არ გავაკეთებთ წავლენ იმიტომ რომ ერის ნება არის რომ წავიდნენ ამათმა ქვეყანა დააქციეს ომში წააგეს ომი დაიწყეს და ომში წააგეს დაიხოცა კიდევ ერთი ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობის სრულიად უაზროდ კიდევ მიდიან ესეც უნდა ითქვას და ეს ყველამ უნდა შეიგნოს კიდევ მიდიან ახალ პროვოკაციებზე მე არ ვლაპარაკობ ევროვიზიაზე რომელიც ერთი პატარა რიგითი პროვოკაცია არის მაგრამ მიდიან პროვოკაციაზე იმისთვის და შეიძლება ამას მხარიაობას თვით პუტინმა იმიტომ ძალიან კარგად შეხმატკილებულები არიან ესენი ყველანი მიდიან პროვოკაციაზე, იმიტომ მათი ერთადერთი გამოსავალი ის კი არ არის, რომ გამოაცხადონ, რომ არ წავლენ, რამდენჯერ უნდა ითქვას, რომ არ წავლენ. გასაგებია, დღეს საქმეთა სამინისტრო არის ომი და ამიტომ ჩვენ ნუ შევშინდებით არავითარი ომი არ იქნება თუ არა მათი პროვოკაციით და თუ მათი პროვოკაცია იქნება, ამასაც მიეცემა თავისი პასუხი. ამისთვის მზათა ვართ, ამას ექნება ზუსტი თავისი კორექტული პასუხი და ჩვენ არ დავუშვებთ იმას და ეს მინდა რომ ძალიან კარგად გაიგოს მიხეილ სააკაშვილმა სადაც არის ბარსელონაში თუ სხვაგან ფეხბურთს ცოტა ხანს დაანებოს თავი და მომისმინოს ფეხბურთს რას ნიშნავს ქალბატონსა თვითონ იცის რას ნიშნავს რომ იქ თამაშობს ფეხბურთს ფეხბურთის ათამაშოთ არის ბარსელონაში პრეზიდენტი სააკაშვილი წასული დიახ და საინტერესო კი არა სურათები არის ამისი ესპანურ პრესაში და არ ვიცოდი რომ ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასული. კი ბატონო გისმენ. ამიტომ ძალიან კარგად მოისმინოს ეს განცხადება ჩვენ არ დაუშვებთ არანაირ საომარ მოქმედებას ამისთვის გვაქვს პასუხი მზად და ეს არის ის ბოლო დარტყმა, რასაც ჩვენ არ დაუშვებთ საქართველოს ერის მიმართ. ქალბატონი სალომე, ახალმა მემარჯვენებმა გუშინ დაასახელეს პრეზიდენტის კანდიდატურად ირაკლი ალასანია. თუ არის კონსულტაციები ამის შესახებ და თქვენ თუ გყავთ, მაშინ როდესაც მოითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობოდ გადადგომას, თუ ყავს კერძოდ სალომე ზურაბიშვილს თავისი რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი. მე არ მაქვს და არ მექნება, იმიტომ მე ვარ ამ შემთხვევაში როგორც ყველა რიგითი ამომრჩეველი საქართველოსი. მე მინდა რომ გავაკეთო არჩევანი, რამდენიმე
საპრეზიდენტო კანდიდატის შორის. მე მინდა ამოვირჩიო ის ადამიანი, რომელიც ჩემ კითხვებზე პასუხს გაცემს. რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი არსებობს, ქალბატონ სალომე? დარწმუნებული ვარ, ერთი არის შალვა ნათელაშვილი, რომელმაც გუშინ გამოაცხადა თუ არ ვცდები რომ არის. მეორე არის ირაკლი ალასანია. მე არ ვიცი უცხოეთში მყოფი ირაკლი ოქროაშვილი, მაგრამ არ მგონია რომ დათმოს და არ დაბრუნდეს საქართველოში რომ მიიღოს მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ რომ გუშინაც თუ გუშინ წინ გამოაცხადა ნინო ბურჯანაძემ რომ მეც ვიქნებიო და მე არ გამორიცხავ ერთ რამეს კიდევ. თქვენ კონკრეტულად მოიცადეთ, რატომ თვლით რომ ამ ქვეყანაში როცა მოიხსნება მერაბიშვილის ტერორი და მთლიანად ეს სისტემა, რატომ გამორიცხავთ რომ ამ საზოგადოებაში ბოლოს და ბოლოს გამოვიდნენ სხვა ადამიანები, რომელიც აქობამდე დუმნენ და არის არიან. ამის შესაძლებლობა, ქალბატონ სალომე, რომ ჩვენ შეიძლება უცხო სახეები ვიხილოთ პრეზიდენტობის. რატომაც არა, არ ვიცი, ჩვენ არა გვყავთ სერიოზული ბიზნესმენები, რომელიც აქობამდე არიან ამ ხელისუფლების გაქვთ მიერ. თქვენ ამის შესახებ რაღაც კონკრეტული მე არა ინფორმაცია, მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ მე იმედი მაქვს იმისი, რომ ეს საზოგადოება გამოიღვიძებს და ჩვენ არ ვიქნებით ყოველთვის იმის არჩევანში, რომ არსებული სახეების შორის გავაკეთოთ ყველაზე კარგი ან ნაკლებად ცუდი არჩევანი. მე მინდა სრული არჩევანი. პირველად უნდა ჩავატაროთ რეალური არჩევნები არჩევანის საფუძველზე და ეს იქნება ჩვენი განთავისუფლების პირველი დღე. და მინდა კიდევ ერთი რამე ვთქვა, რომ 9 აპრილი, რატომ 9 აპრილი? იმიტომ 9 აპრილს სრულდება 20 წელი ამ ქვეყნის ტანჯვის. და დრო არის და მე მგონი ამაზე ყველა შევთანხმდებით. ვიღაცა მიაღწევს ადრე თუ რამე სხვა საშუალებები არსებობს, მე ყველაფერს მართლაც უერთდები, არავით არის აჩემებული ის არ მაქვს რომ მაინდა-მაინც 9 აპრილამდე დავიცადოთ. პირიქით უერთდები და ვესალმები ყველას, მაგრამ თუ არა 9 აპრილს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყნის ტანჯვის დრო. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. 9 აპრილს იმ შემთხვევაში თუ 9 აპრილამდე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს პრეზიდენტობის პოსტს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იწყება საპროტესტო აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. გასაგებია, არის თქვენ დარწმუნებული ვარ. არა, მე სამწუხაროდ სამსახურში უნდა ვიყო და ასე რომ მე მიტინგებზე არ მიწევს სიარული, ხოლო ჩემი პროფესიის გამო შესაძლოა აუცილებლად გესტუმროთ. პროფესიები გვერდზე იყოს მაშვიდ, ყველა იქ იქნება, სადაც საჭირო არის ამერისთვის, ამაში ვარ დარწმუნებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ სალომე, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალამდე გემშვიდობება, თქვა ზუსტად 9:30-ზე ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, ნახვამდის. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.